რა არის შობის დღესასწაული? ესაა დაბადება საუფრო განზომილებისა ადამიანში. ღვთაებრივის დაბადება ადამიანის შიგნით. ესაა დასაწყისი ადამიანის ღვთაებრივი ქმნადობისა. ესაა შობა. შობა კაცის ძისა, როგორც უწოდებდა ქრისტე თავის თავს, არის დაბადება კაცის ძისა, რომელსაც ყველანი ვატარებს ჩვენ შიგნით და ყველა ვართ მოწოდებულნი, რომ გავხდეთ კაცის ძე, გავხდეთ გადაუდებლად საჩქაროდ. არის ერთი რამ, რაც მოხდა ქრისტეს შობისას 2000 წლის წინ და რაც ძალიან გულზე მხვდება. ყველანი ვზეიმობთ შობას გირლანდებით, განათებებით, მხოლოდ გარეგანი საშუალებებით. ისე რომ სრულებით ვერ ვაცნობიერებთ, რა ძვრები უნდა ხდებოდეს ჩვენ შიგნით და სრულიად დავიწყებული გვაქვს ამბავი უცოდველ ყმათა მოწყვეტისა, რაც თან ახლდა ქრისტეს დაბადებას. რას ნიშნავს უცოდველ ყმათა მოწყვეტა? დღესდღეობით ხომ ათასობით არის უდანაშაულო მსხვერპლი, ათასობით. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ჩვენ შინაგანად არ ვიმუშავებთ ჩვენს თავზე, თუ ჩვენ ჩვენში არ შევწირავთ, არ მოკლავთ იმას, რაც ხელს უშლის ჩვენ შიგნით ღვთაებრივის დაბადებას, კაცის ძის დაბადებას, მაშინ ამ მსხვერპლ შეწირვას სხვა არსებები გააკეთებენ გარეთ. ეს არსებები გამოივლიან სიკვდილს და აუცილებლად აღდგებიან, მაგრამ მათ სიკვდილზე ნამდვილად ჩვენ ვართ პასუხისმგებელნი. არ ვიცი რამდენად ვახერხებ სათქმელის გასაგებად თქმას ამ მაგალითების მოხმობით, მაგალითებისა, რომლებიც დღეს ყველას თვალწინ გვაქვს. იმის გაფიქრება, რომ ჩვენს ქუჩებში გირლანდები და განათებები დღესასწაულობთ შობას მაშინ, როცა ათასობით ადამიანი გვტება, სუმთქვას მიკრავს. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ სრულიად ყრუები და ბრმები ვართ იმის მიმართ, რაც ხდება. საკუთარი თავის იქით ვერაფერს ვხედავთ. ვერ ვხედავთ, რა ხდება სამყაროში. ნამდვილად დროა გავხსნათ გულის ხედვა სულ სხვა რეალობის მიმართ, იმის მიმართ, რაც ჩვენშია, ჩვენზე აღმატებული. აი ეს არის სასწრაფო, ესაა შობის გადაუდებელი, სასწრაფო მოთხოვნა დღეს კაცის ძის დაბადება თითოეულ ადამიანში. რა უნდა ითქვას იოსებზე? შემთხვევით არ არის, რომ იოსები იყო ხურო. აქ საქმე გვაქვს ხის სიმბოლიკასთან. ადამიანი ხეა, იგი არის ცოდნის ხე, რომელიც უნდა გაიზარდოს შინაგანი გზებით. ჯერჯერობით ცოდნა გარეგანი გზებით იზრდება და მოაქვს ატომური ბომბი. ცოდნის შინაგანი გზებით ზრდას კი მოაქვს არსების ფერიცვალება, გასხივოსნება. მაშასადამე უნდა დავამუშაოთ ცნობადის ხემცენარე, რომელსაც ზემოდან აწვდის საზრდოს სიცოცხლის ხე. ეს ზეციური ძღვენია, როგორი არაჩვეულებრივია. სხვათა შორის, საინტერესოა სახელი იოსები, ებრაულად იასოფ, იგი აღნიშნავს გამზრდეს, ანუ იმას, ვინც ზრდას უწყობს ხელს. ამას ნიშნავს მისი სახელი, ვინც ზრდაშინაგანი კაცის ზრდაზე ზრუნავს. ასე იზრდება კაცის ძე. მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ ქრისტემ მკაფიოდ განასხვავებდა ერთმანეთისაგან კაცის ძეს და ქალის ძეს. მე და შენ და მთელი კაცობრიობა, ბიოლოგიური მშობლების შვილები ვართ ქალის ძეები. მაგრამ თუ კი ჩვენ შინაგანი გზით გავზრდით ღვთაებრივ მარცვალს, რომელიც ჩვენშია, თუ ის გაღივდება და დაიწყებს ზრდას, მაშინ ჩვენ დავბადებთ ჩვენში კაცის ძეს. ბედნიერ შობას გისურვებთ.